რადიოიმედის ეთერში და საუბრობთ ხოლმე ბიზნესის შესახებ. თქვენ ჩვენ გადაცემა წარმოებას მიეწყება ამ გადაცემაში ძირითადად სრულიად ვაჭრობის შესახებ საუბრობთ ხოლმე მიმართულების საკონსულტაციო საქმიანობის შესახებ საუბრობთ ხოლმე თუმცა წარმოება ძალიან იშვიათად გყავს ხოლმე პირდაპირ ეთერში სტუდიაში სტუმრად. დღევანდელი ჩვენ გადაცემის თემა სწორედ წარმოება იქნება. საწარმო მეგობრობა არის დღევანდელი ჩვენ გადაცემის სტუმარი თამთა გუმბერძეს წარმოქმნით, რომელიც გახავთ პროექტებისა და გაყიდვის მენეჯერი. თამთა, მოგესალმებით. მოგესალმებით. საქართველოს არც თუ ისეთ ცნობილია სხვადასხვა მიმართულების წარმოებაში. რამდენი ხანია რაც მეგობრობა ბაზარზეა და რა არის თქვენ ძირითადი მიმართულება, რა მიმართულებით აწარმოებთ პროდუქტებს? მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მსმენელს და მაყურებელს და დიდ მადლობას გიხდით მოწვევისთვის. ჩვენთვის ყოველთვის დიდი პატივია ვისაუბროთ ჩვენს გამოცდილებასა და იმ დიდ საქმეებზე, რასაც საწარმო მეგობრობა უკვე 200 წლებზე მეტია ემსახურება. ანუ უკვე 20 წელზე მეტია რაც აწარმოებთ სხვადასხვა პროდუქტებს. კი ბატონო, ჩვენი სლოგანიც და სათქმელიც სწორედ ეს არის, რომ მეგობრობა, რომელიც წლებს უძლებს. 20 წლის განმავლობაში ჩვენ შევძელით, რომ 12000 კვადრატულ მეტრ ფართობზე ერთ სივრცეში გაგვერთიანებინა ყველა საწარმოო ხაზი. ეს იქნება ალუმინისა და მეტალოს საწარმო, მინისამქრო, თავისი ლაზერული ჭრის უახლესი დანადგარით, ასევე თერმული ღების საწარმო და საწყობის საცალო გაყიდვებისთვის. როდესაც მომხმარებელი ჩვენთან მოდის, ეს იმას ნიშნავს, რომ ერთ სივრცეში იღებს ყველანაირ მომსახურებას და არ სჭირდება სხვადასხვა კომპანიებთან ან შუამოვლებთან დროის ხარჯვა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ხშირად სამშობლო კომპანიებისთვის არის ხოლმე ძალიან პრობლემატური ის, რომ სხვადასხვა ადგილებზე უნდა იაროს და სხვადასხვა მიმართულებით უნდა მოიპოვოს ხოლმე პროდუქტი. ვინ არიან ძირითადად თქვენი მომხმარებლები, რომლებიც თქვენი პროდუქტებით არიან ხოლმე დაინტერესებული? ესენი ალბათ სამშობლო კომპანიები არიან, ან დეველოპერული კომპანიები, ან ფიზიკური პირები. ძირითადად როგორ გადაანაწილებთ თქვენს მომხმარებლებს? ჩვენი მომხმარებლები არიან ძირითადად სამშენებლო კომპანიები, რადგან ჩვენ სრულად ვფარავთ ამ მომსახურებას, თქვათ, ჩვენ ასევე გვაქვს სამეურნეო მაღაზია, სადაც მშენებლობისთვის გვაქვს ყველაფერი. ამას გარდა ჩვეულებრივი მომხმარებლებიც მოდიან ჩვენთან, იმიტომ რომ გვაქვს უამრავი შეთავაზება მათთვის და პროდუქტი, როგორიც არის მაგალითად პერგოლები, გადახურვები, სტაციონალური გადახურვები, შეფუთვები, შემინვები, მოაჯირები და ასე შემდეგ. ასევე ამ ყველაფერთან ერთად ტრიციკლები და მოტოციკლებიც კი ყავს ჩვენ საწარმოში. ძალიან მრავალ კი ბატონო, ფართო სპექტრი არის ჩვენთან კი. და როგორ გამოიყურება პროცესი, როდესაც მაგალითად მე ვაშენებ კონკრეტულად კორპუსს ან მინდა უბრალოდ ძველ კორპუსზე შევცვალო კარფანჯარა. როგორ გამოიყურება პროცესი, სად ვრეკავ, ვის მიმართავ და შემდგომ როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი? ჩვენთან შეუძლია მომხმარებელს როგორც შოურუმში მოვიდეს, ასევე დაგვიკავშირდეს ნომერზე და მიიღოს სრული ინფორმაცია თუ რჩევები ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ შეგვიძლია როგორც დემონტაჟის გაკეთება ვთქვათ, ასევე რა თქმა უნდა მონტაჟიც რა მხრივად ძალიან ესე რომ ვთქვათ გამოცდილი კომფორტს უქმნის მომხმარებელს და რა თქმა უნდა, ასევე გვაქვს ვთქვათ სამეურნეო განხრით მიტანის სერვისი, რაც მომხმარებელს უზოგავს დროს და ენერგიას და ნუ ამ კუთხითაც ძალიან მოსწონთ ხოლმე ჩვენი მომსახურება. რამდენ ხანში ხდება მაგალითად ჭირდება კონკრეტული კარფანჯრის მოწყობა და საწარმოს რამდენ ხანში შეუძლია ამ კარფანჯრის დამზადება? ეს მოკლებადა შეხდება თუ რაღაც პროცედურასთან არის დაკავშირებული? იქედან გამომდინარე, რომ ჩვენს კომპანია აქვს ძალიან ბევრი შეკვეთები და ძალიან მოთხოვნადები ვართ ბაზარზე. დაახლოებით კი ძალიან დაახლოებით 3 კვირას ვეუბნებით ხოლმე 3 კვირიდან 1 თვემდე ვადა მაინც ჭირდება. ნუ თუ განსაკუთრებით ახლა ეს დიდ პროექტს ეხება ამ შემთხვევაში. დიახ, ანუ დაახლოებით 3 კვირა ჭირდება და ამ 3 კვირის განმავლობაში თქვენ აწვდით და სთავაზობთ ხოლმე ასევე შესაბამის სერვის, აი ამ კარფანჯარა იქნება თუ იმას არის ჩაყენების და მონტაჟის, რომელიც ყველაზე ხშირად ჭირდება ხოლმე. ძალიან მნიშვნელოვანია ალბათ ნედლეულიც, რომ ბრენდებთან თანამშრომლობთ და რომელ ქვეყნებიდან შემოგაქვთ ხოლმე ძირითადად ნედლეული. კი ბატონო, ჩვენს ხარისხს გასაზრავს ზუსტად ის ნედლეულიც, რაც ჩვენს კომპანიას აქვს. მაგალითად, ჩვენ თანამშრომლობთ გერმანულ ბრენდ სალამანდრასთან, რომელსაც აქვს უმაღლესი ხარისხის მეტალოპლასმასი. ასევე ჩვენ ექსკლუზივი გვაქვს თურქულ ბრენდ ერსაშთან, რომელსაც აქვს უმაღლესი ხარისხის ალუმინი და შედარება რომ მოვახდინოთ თქვათ დღესდღეობით ბაზარზე არსებულ ალუმინთან, მათი კედლის სისქე არის 1 და
და 4 ან 1 და 6, ხოლო ჩვენი ალუმინის არის 2 მმ მინიმუმ 1 და 8, რაც რა თქმა უნდა უზრუნველყოფს წლებთან ერთად მის გამძლეობას და სიმტკიცეს. ეს რა თქმა უნდა ძალიან კარგია, იმიტომ რომ ხარისხობრივად შესაბამისად, როდესაც უფრო მაღალი ხარისხის პროდუქტს თავაზობ მომხმარებელს. როგორ არის ფასების კუთხე? ასეთ შემთხვევაში ვინ არიან თქვენი მომხმარებლები? ეს არის უფრო პრემიუმ კატეგორიის პროდუქტი თუ ეს არის საშუალო კლასზე გათვლილი? ორივე, იმიტომ რომ ჩვენ საკმაოდ მისაღები ფასები გვაქვს და რაც თავარია ხარისხთან შესაბამისი. მე მინდა კიდევ გავაკეთო ასევე ჩვენი საწარმოს ჩაშლა ესე ვთქვათ მიმართულებები რაც გვაქვს და რასაც ვთავაზობთ მომხმარებელს. მაგალითად ჩვენი მინი საწარმო სრული ციკლით თავაზობს პროდუქტს მომხმარებელს. აქ ხდება მინის როგორც დაჭრა, დამუშავება, წრთობა, ლამინირება და ბოლოს მინაპაკეტება დაწყობა. წრთობის შემთხვევაში მინა 600 გრადუსამდე ხურდება და სწრაფად ცივდება. რის შედეგადაც 4-5 ჯერ უფრო მტკიცე ხდება და თქვა დაზიანების შემთხვევაში წვრილ ბლაკ ნაწილაკებად იშლება. ანუ თუ გაწყდა, ესეც უსაფრთხოა, თუ ოჯახში პატარა წევრები ხოს, ან არა მარტო პატარა წევრები, უსაფრთხოების კუთხით ეს აბსოლუტურად ყველასთვის. და ასევე დიახ, გვაქვს 100% უსაფრთხო მინაც, როგორიც არის ლამინირებული მინა. ამ შემთხვევაში მინის ფენები ერთმანეთს ეკრის ფირით და თქვა დაზიანების შემთხვევაში შუშა მთლიანად კი ბატონო, მთლიანად ამ ფირს ეკვრება და ესე ვთქვათ 100% უსაფრთხო არის მომხმარებლისთვის. რამდენად მოთხოვნადია ბაზარზე მსგავსი ტიპის მინა ზოგადად? ძალიან მოთხოვნადია, იმიტომ რომ მომხმარებელი უკვე ყურადღებას აქცევს უსაფრთხოებას და არა ვთქვათ დაბალ ხარისხს და ფასს. დიახ, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ანტიკოროზიული საღებავებით შეღება ხოლმე. კი ბატონო. თუ სთავაზობთ ამ სერვისს. კი ბატონო. ჩვენი რკინის საამქროში გვაქვს ლაზერული ჭრის აპარატი, სადაც შეგვიძლია თქვათ ნებისმიერი სირთულის დიზაინი ან კომპანიის ლოგო ამოჭრათ. თერმულღებას რაც შეეხება, ამ კუთხით ვხმარობთ უმაღლესი ხარისხის ანტიკოროზიულ საღებავს, რომელიც 180 გრადუსზე კეთდება და ამ შემთხვევაში ეს გარანტია არის იმისა, რომ რკინა თქვათ წლების განმავლობაში არ დაიჟანგება და ინარჩუნებს პირვანდელ სახეს. რა ტიპის პროდუქტებზე არის ხომ უფრო მოთხოვნა თქვენ თქვით რომ შესაძლებელი როგორც სახთან დაკავშირებული ასევე კომერციული ტიპის შეკვეთების შესრულება ლოგოს ამოტვიფრა და ასე შემდეგ რა ტიპის მომსახურებაზეა ხომ ყველაზე დიდი მოთხოვნა უფრო ხშირად მაინც რადგან სამშენებლო საწარმო კომპანია ვართ კერძო სახლების თქვათ კარფანჯრით გაკეთება ასევე კორპუსებზე გვაქვს ძალიან ბევრი შეკვეთები იმიტომ რომ ყველაფერზე გვაქვს ესე ვთქვათ კონტროლი აზომვიდან მონტაჟამდე და ეს ძალიან დიდ კომფორტს უქმნის ჩვენს მომხმარებელს ასევე აივნების გადახურვებზე ვთქვათ ეხლა რადგან უკვე სეზონი არის გვაქვს პერგოლები რომელიც ძალიან კარგი საჩრდილობელი არის ვთქვათ მათთვის ვისაც აქვს კერძო სახლი ასევე კეთდება აივნებზეც ვისაც ვთქვათ ამის საშუალება და ფართი აქვს თითქმის ყველა კუთხით მოთხოვნადი ვართ, იმიტომ რომ მომხმარებელი როცა მოდის ჩვენთან აღარ უწევს, რომ თქვათ კიდე სხვა კომპანია მოიძიოს და რაღაც სხვა ან დამატებითი ხელოსნები ან მემონტაჟები პოს ეს როდესაც არ ჭირდება მომხმარებელი უფრო მარტივად და კმაყოფილად უდგება ხოლმე მე ასეთ ტიპის გაწყვეტილებას. საჭიროა იპოვოს ადამიანმა თქვენი პროდუქტები, სადაც თქვენ შუში საწარმოში, მინი საამქროში გაქვთ ან კიდევ ლითონის საამქროში გაქვთ საჭიროა ნახოს ადამიანმა ეს პროდუქტები, რასაც თქვენ აწარმოებთ. ჩვენ გვაქვს ჩვენი Facebook გვერდი, ასევე ვართ ექსტრაჯიზეც, სადაც შეუძლია რომ მომხმარებელმა შევიდეს, გადახედოს ჩვენს პროდუქციას და სახლიდან გაუსვლელად ესე რომ ვთქვათ, ადგილზე მიტანის სერვისიც არის. როგორც მახსოვს, რამდენიმე წელს წინ შოურუმიც კი გახსენეთ, გურამიშვილის გამზერზე. რა არის ამ შოურუმში განთავსებული? კი ბატონო, რამდენიმე წელია უკვე კომპანია მეგობრობამ გახსნა საქართველოში პირველი საგამოფენო სივრცე და ეს გაიხსნა იმისთვის, რომ მომხმარებელს უფრო გავუმარტივოთ, ესე რომ ვთქვათ, გადაწყვეტილების მიღება. მივიდეს მომხმარებელი შოურუმში, ადგილზე ნახოს,
მიიღოს ამა თუ იმ პროდუქციას, ნახოს მაგალითად ალუმინი რა ფაქტურა არის, პერგოლა როგორ იშლება, სლაიდური სისტემები როგორ იღება და ასე შემდეგ. დღესაც ჩვენი პროფესიონალთა გუნდი უკვე კვირაში 7 დღე მზად არის იმისთვის, რომ მომხმარებლის ზარს უპასუხოს, კონსულტაცია გაუწიოს და გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმაროს. რა არის ხომ ეს ძირითადი შეკითხვები, რომელსაც მომხმარებელი გისვამთ ხოლმე? ნუ ძირითადად ხარისხზე არის ხოლმე უფრო მიმართული ყურადღება, რაც ჩვენი ძლიერი მხარეა, კი. და რამდენი ხანი ვრცელდება ასეთ პროდუქტებზე, კარფანჯარაზე მაგალითად გარანტია? ზოგადად სტანდარტულად 1 წელი არის ყველა იმ პროდუქტზე გარანტია, რაც ჩვენს კომპანიას აქვს. ეს ძალიან კარგია, იმიტომ რომ რაღაცა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, როდესაც პროდუქცია იძენ და დიდი ხნის განმავლობაში უნდა მოიხმარო, მნიშვნელოვანია ხოლმე რომ რაღაცა ტიპის გარანტია აუცილებლად არსებობდეს და ეს გარანტია მე მომხმარებელს კიდევ უფრო დამატებით ბენეფიტია დამატებით და უფრო მეტ შესაძლებლობას აძლევს, რომ სწორად გააკეთოს არჩევანი და სწორად მიმართულებით წავიდეთ. თქვენ გარდა იმისა, რომ გაქვთ შოურუმი, გაქვთ წარმოება სხვადასხვა სახის, გაქვთ აგრეთვე სამშენებლო მიმართულებაც, რომელიც უკვე კარგი ხანი 10 წელზე მეტია არსებობს. დღეს რამდენ პროექტს ახორციელებთ? კი ბატონო, ჩვენმა გამოცდილებამ ლოგიკურად მიგვიყვანა სამშენებლო სფერომდე, რაც დავიწყეთ 2014 წელს და დღის მდგომარეობით უკვე გვაქვს 12 დასრულებული, 3 მიმდინარე და რამდენიმე დაგეგმილი დიდი პროექტი, რომელსაც უახლეს მომავალში განახორციელებს ჩვენი კომპანია. ეს ძალიან კარგია, მე ხშირად თორესაც მგზავრობ ხოლმე, ხვდები ხოლმე თქვენ პროექტებს, მაგალითად სააკაძის ძეგლთან გაქვთ ერთი ეს ძალიან შთამბეჭდავი პროექტი, რომელიც გზაში ყურადღებას იპყრობს და ადვილად ხედავთ ხოლმე ისე როგორც ორთაჭალის პროექტია ჩემთვის ცნობილი, ისე როგორც საქართველოს რეგიონებში და აშენებთ გორშიც აშენებთ და საქართველოს ეს სხვა უბნებში და აშენებთ. რაც შეეხება იმ ციკლს, რომელიც ხარისხის უზრუნველყოფას შეეხება. როგორ მართავთ ხარისხის უზრუნველყოფას? ყავთ ხარისხის მენეჯერები, გაქვთ ლაბორატორია, რომელშიც შემდგომში ხარისხი კონტროლდება, თუ როგორ ხდება ხოლმე ზოგადად თქვენი პროდუქტების ხარისხის შემოწმება? რა თქმა უნდა, ჩვენ ყავს ჩვენი პროფესიონალთა ჯგუფი და ხარისხის კონტროლზე გვაქვს, ესე რომ ვთქვათ, სრული ყურადღება მიპყრობილი, ვთქვათ, ჩვენი ხარისხის კონტროლი იწყება აზომვიდან და სრულდება პროფესიონალური მონტაჟით, რაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მომხმარებელს უმოკლეს დროში და მისთვის მისაღებად შევთავაზოთ ევროპული ხარისხის სტანდარტებით გათვლილი პროდუქტი. რამდენად არის ხოლმე მოთხოვნა არა მარტო თბილისიდან, არამედ საქართველოს რეგიონებიდან და რა არის თქვენი დაკვირვება ადამიანს, რომელიც ამ სფეროში მუშაობს? კი ბატონო. ძალიან დიდი მოთხოვნა, კი რა თქმა უნდა. თბილისში ძალიან ასე თუ ისე შედარებით უფრო დიდი კონკურენცია, მაგრამ რეგიონებში თითქმის კონკურენცია არ არის და დღეს ჩვენ გადაცემაში ხშირად გვყავს ხოლმე სტუმრები, რომლებიც ამბობენ, რომ განვითარება და მომავალი რეგიონების არის. კი ბატონო, ამ კუთხით კომპანია მეგობრობას აზომვა მონტაჟის მომსახურება აქვს მთელი საქართველოს მასშტაბით. მნიშვნელობა არ აქვს, ეხლა კახეთში ცხოვრობ, თუ სამეგრელოში ცხოვრობ, თუ აჭარაში ცხოვრობ, თუ პირობითად მე მჭირდება რაღაცა პროექტის შესრულება, მასშტაბს ხო არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი დიდი უნდა იყოს? ნებისმიერი სირთულის და მასშტაბის პროდუქციაზე დავდივართ, ესე რომ ვთქვათ, საქართველოს მასშტაბით არის ძალიან დიდი მოთხოვნაზე მკითხეთ, რა ვიცი, თითქმის 40% ზარების არის, ვთქვათ, ქალაგარეთ, იმიტომ რომ არ აქვთ, ესე რომ ვთქვათ, ფუფუნება იმისა, რომ ესეთი გამოცდილი კომპანია, რომელიც 20 წელია ბაზარზეა და ლიდერობას ინარჩუნებს, რომ ვთქვათ, რეგიონებშიც იყოს. ამიტომ დიდი მოთხოვნა, რა თქმა უნდა, ამ კუთხით და ჩვენც მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ უმოკლეს დროში მოვახდინოთ ამ ყველაფრის რეალიზება. და შესაბამისი სერვისის უზრუნველყოფა და როგორც თქვენ თქვით, თქვენი ინჟინერები და მემონტაჟე ჯგუფები საქართველოს ნებისმიერ ადგილში ეწევიან ხოლმე თქვენს კლიენტებს და აზომვით ნახაზებს და ასე შემდეგ აკეთებენ ხოლმე და შემდგომ როგორც თქვით, 3 კვირა ჭირდება იმისთვის, რომ პროდუქტი საბოლოო დანიშნულებამდე მივიდეს და მონტაჟის შესაძლებლობაც არსებობს ამ მიმართულებით. რა არის დღეს თქვენი ყველაზე მთავარი გამოწვევა? რა არის ის რაც ყველაზე მეტად ფიქრობთ, რომ საჭიროებს განვითარებას? ნახეთ, ზოგადად ჩვენთან როდესაც მოდის მომხმარებელი, ჩვენი
პრიორიტეტი არ არის, რომ მომხმარებელს აუცილებლად ჩვენი პროდუქტი მივყიდოთ. ჩვენ პირველ რიგში ვემეგობრებით ჩვენს მომხმარებელს, ვაძლევთ რჩევებს და თუ თქვათ ის გადაწყვეტს, რომ სხვა კომპანიაში შეიძინოს პროდუქტი, ვურჩევთ თქვათ რას უნდა გაუსვას ხაზი და ესე რომ თქვათ რეკომენდაციებს ვაძლევთ. თუმცა თუ მომხმარებლისთვის, როცა მომხმარებლისთვის ხარისხი არის უპირატესი, აუცილებლად ჩვენს კომპანიაში ბრუნდება და ჩვენი მთავარი განვითარების ხაზიც ის არის, რომ მომხმარებელი ორიენტირებულები გავხადოთ, რომ იყვნენ აუცილებლად ხარისხზე, რადგან ძალიან ბევრი შემთხვევა გქონია, როცა ვთქვათ მომხმარებელს დაბალ ხარისხიანი, ესე რომ ვთქვათ, პროდუქცია შეუძენია და მერე უკვე ჩვენ მივდივართ, ესე რომ ვთქვათ, დემონტაჟს ვაკეთებთ და ისევ ჩვენი კომპანია შედის ამა თუ იმ ობიექტზე. ეს განპირობებულია ხარისხით ალბათ სერვისითაც, რომელსაც მომხმარებელს თავაზობთ, იმიტომ რომ ხშირია ხოლმე შემთხვევა, როდესაც შეიძლება ფასით რაღაც განსხვავებული იყოს, მაგრამ მე როცა ხანგრძლივადაც გაქვს გათვლილი და კარფანჯარა არ არის ისეთი, რომელსაც ჩვენ ყოველ წელს გამოცვლიან. კი, ზუსტად. უცებ შევფარდებ დიზაინს და უცებ მოხსნით ახალს დააყენებ. ეს რეგულაციებთანაც არის დაკავშირებული, თბილისში განსაკუთრებით, როდესაც ჩვენ ფანჯი შეცვლა საკუთარ რეგულაციებთან არის დაკავშირებული. რამდენად ადვილია დღეს შესაბამისი პერსონალის პოვნა წარმოებაში, იმიტომ რომ ამ გადაცემაში არ მყოლია ბოლო წლების განმავლობაში არც ერთი ბიზნესი, რომელსაც არ ვთქვამს, რომ დღეს ძალიან რთულია იპო თბილისში და საქართველოში ზოგადად პერსონალი, რომელიც პროფესიონალურად მიუდგება თავის საქმიანობას, რომელმაც იცის და გამოცდება აქ ამ თუ იმ სფეროში მუშაობს. რამდენად მარტივად პოულობთ თუნდაც მემონტაჟეებს, თუნდაც ინჟინერებს, რომლებიც ნახაზებს აკეთებენ ასეთ ტიპის პერსონალს. ჩვენ სიმართლე გითხრათ, საკმაოდ გამოცდილი კადრი ყავს აბკუთხით, იმიტომ რომ როგორც გითხრათ 20 წელია ბაზარზე ვართ და ესე რომ ვთქვათ 20 წლის განმავლობაში ყავს ისეთი პერსონალი, რომელიც ვთქვათ ამდენი წლის განმავლობაში ჩვენთან ერთად მოდის და რა თქმა უნდა ცოდნას ჩვენთან ერთად იღრმავებს. ამ კუთხით კადრის ნაკლებობას ნამდვილად არ განვიცდით, არც გამოცდილების, თუმცა ზოგადად რთული არის ნამდვილად რომ ესეთი პროფესიონალი კადრი იპოვოთ, აი ვთქვათ შეიძლება იყიდო ხარისხიანი კარფანჯარა, მაგრამ სამონტაჟო ჯგუფმა კი ისე გაგიკეთოს, რომ ესე რომ ვთქვათ, წყალში ჩაგეყაროს სამხელა თანხის გადახდა კარგი ხარისხისთვის. ამიტომ ჩვენთან არის ზუსტად ეს მომსახურება, რომ ხარისხის კონტროლს ვიწყებთ აზომვის პროცესიდან და ვასრულებთ პროფესიონალური მონტაჟით. დიახ, იმიტომ რომ მონტაჟში ძალიან ბევრი რამ არის ხოლმე დამოკიდებული, არა მარტო ის მასალები, რომელსაც იყენებ პირობითად ის სალამანდრას ბრენდი, რომელიც თქვენ ახსენეთ და სხვა, არამედ მონტაჟი როგორ შესრულდება, ამასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. და რადგან ჩვენ საერთოდ რო იწურება, შეკითხვით მინდა რომ გადმოვიდე, რა არის თქვენ სამომავლო გეგმები? კი ბატონო. ჩვენი სამომავლო გეგმებში შედის ჩვენი 5-სართულიანი შოურუმის გახსნა, რომელიც რამდენიმე თვეში უკვე გაიხსნება და ჩვენი კომპანია შესთავაზებს მომხმარებელს ისეთ სიახლეებს, რაც საქართველოს ბაზარზე ფიზიკურად არ არის. ჩვენი დამფუძნებელი ბატონი მამუკა ყოველთვის ცდილობს რაღაც ისეთი სიახლე შემოიტანოს ბაზარზე, რასაც ფიზიკურად მომხმარებელი სხვა კომპანიაში ვერ ნახავს. ამიტომ მომხმარებელს პირდებით უამრავ სიახლეს და ძალიან მაღალ ხარისხს, რაც ყველაზე მთავარია. როდესაც მოვა ჩვენთან მომხმარებელი, შემოვა ჩვენს კომპანიაში და იმის იქით აღარ დასჭირდება არც ერთ კომპანიის მოძიება ან შუამავლებთან კონსულტაციის გავლა. მე მინდა ძალიან ბევრი წარმატება გისურვოთ თამთა გუმბერიძე გახდათ დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი, ის გახავთ პროექტ მენეჯერი, საწარმო მეგობრობისა და ასევე გაყიდვების მენეჯერიც. ჩვენ დღეს საუბრობდით მეგობრობის შესახებ, როგორც საწარმოს შესახებ და ვისაუბრეთ იმის შესახებ, რომ დღეს მეგობრობა რამდენიმე მიმართულებით საწარმოს ფლობს, იქნება ეს მინი საამქრო, იქნება ეს კარფანჯრის საამქრო, იქნება ეს ლითონის დამამუშავებელი საამქრო და მაღალი ხარისხის პროდუქტებს თავაზობს თავის მომხმარებელს. დღევანდელი ჩვენი გადაცემა ამით დასრულებულია. ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით შემდეგ ორ შაბათს დროებით.